თვიმენი ინფორმატორი თუ მითი. სახელი თვიმენი ხშირად მოხსენიებული როგორც უილიამ თვიმენი ჩნდება იმ წყაროებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას ადმირალ ბერდის საიდუმლო დღიურების შესახებ. თვიმენი იყო პიროვნება, რომელმაც ვითომ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1947 წლის 19 თებერვალს ადმირალი ბერდი თავისი თვითმფრინავით შეფრინდა პოლუსის შიგნით არსებულ ხვრელში. რა ნახეს იქ? თვიმენისეული ნარატივით იქ დახვდათ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, ზოგის ვერსიით ნაცისტები, ზოგის ვერსიით უცხოპლანეტელები, რომლებსაც ჰქონდათ ბრაუნის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფრინავი თეფშები. ამბობენ, რომ თვიმენმა და სხვებმა, ვინც ამ საიდუმლოსთან ახლოს იყვნენ, უცნაურ ვითარებაში დაასრულეს სიცოცხლე, ან მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. დააკომენტარე, შენ როგორ ფიქრობ? ანტარქტიდის ქვეშ რა იმალება? მართლაც არსებობს თუ არა იქ ნაცისტების ძველი ბაზა, თუ მითი იმის შესახებ, რომ ანტარქტიდა არის ერთგვარი კარი, რომლის გადალახვის შედეგადაც დედამიწას ტოვებ, არის სიმართლე? დააკომენტარი შენი ვერსია.